საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქცია, როგორც ეს იყო დაანონსებული რამდენიმე დღის წინ, 2 თვის თავზე პროტესტის დაწყებიდან უშუალოდ ტელევიზიის შენობასთან. ამის გამო, საპროტესტო აქციის მიმდინარეობის გამო, კოსტავას ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა მოქალაქეებმა შეზღუდეს, დემონსტრანტებმა გადმოინაცვლეს გზის სავალ ნაწილზე და აქედან ცდილობენ სხვადასხვა საპროტესტო შეძახილი და საპროტესტო ბანერით გააგონონ თავიანთი ხმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს. მე მანამდე გაგაცნობთ იმ მოვლენებს, რაც ვითარდებოდა ბოლო 24 საათის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის ფოიეში. საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები, რომელთა შორისაც არიან თავად ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილი, მათ შორის ჟურნალისტები, ტექნიკური პერსონალი და ოპერატორები, კითხულობდნენ 24 საათის განმავლობაში 1937 წელს რეპრესირებულთა ისტორიებს, მათი სადამსჯელო ოქმების ჩანაწერებს, ასევე მარია რასეს წიგნის როგორ დავამარცხოთ დიქტატორი ამ წიგნის ამონარიდებს და ამ ფორმით უცხადებდნენ სოლიდარობას ჟურნალისტ მზია ამაღლობელს, რომელიც როგორც უკვე ვიცით 18 დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მას ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით 14 იანვარს გამოცხადდა ეს გადაწყვეტილება. მისჯილი აქვს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების სახით. სწორედ ამ ფორმით ეცადნენ საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილი პირები მხარდაჭერა გამოეცხადათ მედია მენეჯერისა და ჟურნალისტისთვის. ეს პროცესი დაიწყო გუშინ 28 იანვარს 19 საათს და ზუსტად 24 საათის განმავლობაში უწყვეტად კითხულობდნენ აი ამ ჩანაწერებს და ამონარიდებს საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები. რაც შეეხება აქ უშუალოდ მიმდინარე საპროტესტო აქციას და შეკრებილ მოქალაქეთა მოთხოვნებს, აქ დემონსტრანტთა შორის არიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის ჟურნალისტები, მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც აპროტესტებენ ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობას, ასევე მედია მენეჯერის და ჟურნალისტის მზია ამაღლობელის დაკავებას. მათი შეფასებით ქვეყანაში არის დაწყებული რეპრესიული პოლიტიკა თავად მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ. ამ საპროტესტო აქციის დაწყებას წინ უძღოდა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ნაწილის განცხადება. ისინი მიიჩნევენ, რომ მასშტაბური პროტესტი იყო ზეწოლის კიდევ ერთი მცდელობა საზოგადოებრივ მაუწყებელზე. მათ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ თითქოს და დემონსტრანტები ცდილობდნენ ძალადობრივი ფორმით ჩაეგდოთ ხელში საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა, ანუ ცდილობდნენ, რომ გადაეყენებინათ იძულებით მენეჯმენტი. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა აქ შეკრებილი მოქალაქეების. 2 თვის განმავლობაში ისინი მოითხოვენ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თინათინ ბერძენიშვილის და ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ვასილ მაღლაფერიძის თანამდებობიდან გათავისუფლებას. სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევად აღიქვამს ამ ყველაფერს სამეურვეო საბჭოს ნაწილი, რომელიც განცხადებით ეხმაურება ტელევიზიასთან განვითარებულ პროცესებს და მიიჩნევს, რომ თავისი მანდატის ფარგლებში საზოგადოებრივი მაუწყებელი აკეთებს მაქსიმუმს, როდესაც ეთერს უთმობს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, მათ შორის პოლიტიკოსებს და ისინი განცხადებაში ამბობენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ეკუთვნის ხალხს, თუმცა მისი მრავალფეროვნებიდან გამომდინარე ის ვერ დააკმაყოფილებს ყველა მსოფლმხედველობის მქონე პირის ინტერესს. ნაწილობრივ ამ განცხადებას ეთანხმებიან აქ შეკრებილი მოქალაქეები, თუმცა აქვე განმარტავენ, რომ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი კანონმდებლობით და კონსტიტუციურად ეკუთვნის თითოეულ მოქალაქეს, რომელიც არის გადასახადის გადამხდელი და სწორედ თითოეული მოქალაქის დაფინანსებით არსებობს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომლის საბიუჯეტო დაფინანსება შეადგენს 101 მილიონ ლარს და მათ მიაჩნიათ, რომ მოქალაქეების ხმა უფრო ფართოდ, უფრო ხშირად და უფრო მასშტაბურად უნდა ისმოდეს, რადგან საზოგადოებრივი მაუწყებელი თავის სპეციფიკიდან გამომდინარე ფარავს მთელი საქართველოს რეგიონებს და ამიტომაც რეგიონებში მნიშვნელოვანია მათი შეფასებით ისმოდეს ყველა სფეროს წარმომადგენლის ხმა. ანუ რეჟიმი უფრო და უფრო სასტიკი ხდება და ამჯერად მიადგა თავისუფალ სიტყვას. შემიძლია პირდაპირ თქვათ, რომ ქალბატონ მზიას დაკავება არის ზუსტად იმის ნიშანი, რომ სავარაუდოდ ნებისმიერი სხვა ჟურნალისტი შეიძლება გახდეს იგივე მსხვერპლი. საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა ემსახურებოდეს წესიდარიგით ხალხს, თუმცა ეს არხი იქცა პარტიულ არხად.
და ორკესტრირებული ვინმე თუ არის, ეს არხი არის. დირიჟორები კიდევ ქოცები და რუსები არიან. ამის თქმა შემიძლია. სოლიდარობა პოლიტპატიმრებს და რეჟიმის ტყვეებს. ფილმში მეგონა თავი, სადაც ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა პირდაპირ თავისი ეთერის წაყვანისას, ასე ვთქვათ, გაარღვია ეს პროპაგანდის თითქმის უზარმაზარი ლაბირინთი და პირდაპირ გამოუცხადა მზია ამაღლობელს სოლიდარობა. მე მგონი ეს ამათრიანად შეცვალა დღეს კლიმატი. ჩვენ ვხედავთ საზმაუს მცველებს, ასევე ეძახით ადამიანებს, რომლებმაც არ გაყიდეს თავიანთი აზრი რეჟიმზე და ისინი დგანან ახალ ფოიეში და სოლიდარობას უცხადებენ ქალბატონ მზიას, ბათუმელებს და ჩვენც გარდან უცხადებთ სოლიდარობას. ჩვენ გვჭირდება კრიტიკული მედია, კრიტიკული მედიის და ხალხზე ორიენტირებული მედიის გარდა ვერაფერი გადაარჩენს ამ კრიზისს. თუნდაც საზმაუზე კიდევ ერთხელ საზმაუ არის ხალხის დაფინანსებული ტელევიზია. ისინი უნდა იყვნენ ხალხის სამსახურში და ესარჩელებოდან პირიქით ხალხს. არათუ ჩვენ უნდა ვეხვეწოთ მათ რაღაცა კრიტიკულ კითხვებს. ვასილ მაღლაფერიძემ ვერ უპოვა ვერანაირი გასაშავებელი მასალა ამ ადამიანებს, იმიტომ რომ მართლა მიხვდა, რომ ეს ადამიანები არიან მიუკერძოებლები და უბრალოდ გულწრფელად და სამართლიანად აპროტესტებენ ამ ქვეყანაში სხვადასხვა სოციალურ თუ ეკონომიკურ პრობლემას და უსამართლობას. სწორედ ამიტომ ჩახსნეს ეს ფორმატი, რასაც დღეს ვაპროტესტებთ და ვითხოვთ, რომ დაბრუნდეს სახალხო ეთერი საღამოს საათებში და ამას გარდა გაიხსნას დღის ეთერიც დღის საათებში, რასაც გვიდასტურებენ. აი, ჩემ უკან ხედავთ თანამშრომლები არიან საზოგადოებრივი მაუწყებლის, ვინც ასევე აპროტესტებენ პირველი არხის სარედაქციო პოლიტიკას და თავად ისინი არიან იმის მტკიცებულება, რომ არხზე არის ყველანაირი რესურსი იმისთვის, რომ დღის ეთერი გაიხსნას და ხალხმა მიიღოს ამაში მონაწილეობა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს ეხმაურება მედიის განვითარების კოალიცია, რომელიც მიიჩნევს, რომ პირველი არხი არის მოქცეული ქართული ოცნების პოლიტიკური გავლენის ქვეშ და მიიჩნევენ, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანია ტელევიზია იყოს დამოუკიდებელი და აშუქებდეს საზოგადოებრივ ინტერესებს, საზოგადოებაზე მორგებულ ინტერესებს. ისინი ასევე აცხადებენ, რომ დეესკალაციის მიზნით, ვითარების დეესკალაციის მიზნით მნიშვნელოვანია, რომ ტელევიზიის მენეჯმენტი, როგორც ბორდის თავმჯდომარე, ასევე გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი გადადგნენ თანამდებობებიდან და ამით ხელი შეუწყონ დემოკრატიული პროცესის განვითარებას, რომელიც მათი შეფასებით მნიშვნელოვანია არ მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქციონირებისთვის, არამედ ზოგადად საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის. ამ პოზიციას, როგორც მოისმენთ, იზიარებენ მოქალაქეები, მათთვის მიუღებელია, როდესაც არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაში, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც დაკავებული არის მედია მენეჯერი, ჩვენი კოლეგა ჟურნალისტი მზია ამაღლობელი და რომელიც მე-18 დღეა შიმშილობს, აი ამ ფონზე, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერი არ ეთმობა ამ თემის უფრო ფართოდ გაშუქებას, მათ შორის ისინი აკრიტიკებენ ამ ფორმით აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობასაც, რომელსაც ასევე აქვს მსგავსი მანდატი კანონმდებლობით მინიჭებული. აქ შეკრებილი მოქალაქეები ახლა განაწილებულნი არიან როგორც კოსტავას ქუჩაზე, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის მიმდებარე ტერიტორიასთან. მათ აქვთ ხელთ სხვადასხვა საპროტესტო ბანერი, როგორც გითხარით, აქ შეკრებილნი არიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის არქიტექტორები, მასწავლებლები, განათლების ექსპერტები, მედიის წარმომადგენლები, რიგითი მოქალაქეები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ დღეს ქვეყანაში არის მძიმე პოლიტიკური კრიზისი და მიიჩნევენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერი ეკუთვნის ხალხს და უნდა შუქდებოდეს უფრო აქტიურად და უფრო მრავალფეროვნად მათი ხმა და ქვეყანაში განვითარებული პროცესები. ყველა მათგანი, ვისაც ჩვენ ვესაუბრეთ, სოლიდარობას უცხადებს მზია ამაღლობელს და ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი განცხადების გაკეთებისას აქ ორგანიზატორებმა გამოაცხადეს, რომ საპროტესტო აქციის მიმდინარეობის პარალელურად საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერი ეთმობა გასართობ გადაცემებს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში, როგორც ისინი ამბობენ, არის პოლიტიკური კრიზისი, მსგავსი ნაბიჯების გადადგმა ტელევიზიის მენეჯმენტის მხრიდან არის აბსოლუტურად დაუშვებელი და მიუღებელი. საპროტესტო აქცია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის მიმდებარე ტერიტორიასთან გრძელდება. კვლავ გადაკეტილია კოსტავას ქუჩა და აქ არსებული საგზაო კვანძი და მოქალაქეები განაგრძობენ საკუთარ პროტესტს. როგორც ისინი აცხადებენ, გვიან ღამით ისინი აპირებენ გადანაცვლებას უკვე საქართველოს პარლამენტთან, სადაც 63 დღეა გაგრძელდება პროევროპული საპროტესტო აქციები. 2
მთავარი მოთხოვნით ჩატარდეს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და პატიმრობიდან გათავისუფლდნენ პროევროპული აქციების დროს დაკავებული პირები და ასევე გაზაფხულის აქციებისაც დაკავებული პირები. ჩვენ ვიტოვებთ კადრებს ახლა უკომენტაროთ და თავაზობთ ვითარებას კოსტავას ქუჩიდან. ეს ადამიანები ქვია